ევროპარლამენტი ევროკავშირს საქართველოს ხელისუფლებასთან შეხვედრებისგან თავის შეკავებას სთხოვა. რამდენიმე საათის წინ ბრიუსელში საქართველოს შესახებ მორიგი მწვავე შინაარსის ანგარიში 436 ხმით 145-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს. ხელისუფლების კრიტიკით გამორჩეულ რასაიუკნევიჩიანეს ავტორობით მომზადებულ დოკუმენტში გაკრიტიკებულია პრაქტიკულად ყველა სფერო და მიმართულება. დემოკრატიული უკუსლო, ადამიანის უფლებათა რღვევა, აგრესიული რიტორიკა, ოპოზიციის, სამოქალაქო სექტორის და მედიის დევნა, არჩევნების გაყალბება, სრული ავტორიტარიზმისკენ სვლა. ასეთია ძირითადი გზავნილები. მოთხოვნებია რეპრესიებად შეფასებული კანონების გაუქმება, პოლიტიკურ პატიმრებად შეფასებული პირების გათავისუფლება, სავიზო და ფინანსური სანქციები ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ, ცალკეული მედია საშუალებების დასანქცირება. არასაკმარისი რეაგირების გამო ანგარიში საყვადური იკითხება ევროკავშირის მიმართაც. მიმართვის ცალკე ადრესატია უნგრეთი. პირდაპირ ხაზგასმულია, რომ მოთხოვნების შესრულებამდე, მათ შორის თავისუფალი არჩევნების ჩატარებამდე ევროკავშირის გაწევრიანების გზაზე პროგრესი არ იქნება. გაკრიტიკებულია განათლების რეფორმაც. გაფრთხილება, რომ ქმედითი ნაბიჯების არ გადადგმა შესაძლოა მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერება და საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმების ამოქმედება მოხდეს. ანგარიშის შინაარსზე არანაკლებ რეზონანსული აღმოჩნდა მისი ავტორის განცხადება, რომელმაც თბილისში ბრიუსელის მიმართ ახალი კითხვები გააჩინა. 436 მომხრე და 145 წინააღმდეგი. ამ შედეგით იღებს ევროპარლამენტი საქართველოს თაობაზე მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას. ამჯერადაც დოკუმენტის ავტორი ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანია და ამჯერადაც რეზოლუციით კრიტიკის ადრესატი საქართველოს ხელისუფლებაა, მისი პოლიტიკა და ქვეყანაში არსებული ვითარება. უკვე მიღებული რეზოლუციით ავტორი და მისი მხარდამჭერები ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მაგალითად მოუწოდებენ, რომ თავი შეიკავონ ქართული ოცნების წევრებთან შეხვედრებისა და კომუნიკაციისგან. კვლავ არ აღიარებენ საქართველოს პარლამენტისა და პრეზიდენტის ლეგიტიმურობას. კვლავ თვლიან, რომ საჭიროა ხელისუფლების წარმომადგენელთა სანქცირება. ევროკავშირს მოუწოდებენ ბიძინა ივანიშვილის აქტივების გაყინვისკენაც. უცვლელ მოთხოვნად რჩება დაკავებული პოლიტიკოსების გათავისუფლება, მათ შორის მიხეილ სააკაშვილის, საზღვარგარეთ მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე. თუმცა რეზოლუციის მხარდაჭერით 436-მა ევროპარლამენტარმა მხარი დაუჭირა იმ პუნქტსაც, რომლის რეზოლუციაში მოხვედრასაც ჯერ კიდევ გასულთვეს. საკომიტეტო მოსმენისას ორი პოლონელი ევროპარლამენტარი ლობირებდა და რომელიც კონკრეტული ქართული მედიების სანქცირებას ეხება. საკუთარ ქვეყანაში სისხლის სამართლის საქმეებისა და სკანდალური ბრალდებების ადრესატებმა მარიუშ კამინსკიმ და მარგოჟეტა გოშევსკამ ჯერ კიდევ მაისში მოითხოვეს ევროკავშირის ინსტიტუტებს გაეთვალისწინებინა დიდი ბრიტანეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ორი ქართული ტელეკომპანიის სანქცირების თაობაზე. თუმცა მათ სიაში იმეცა და პოსტივის რუსთავიორიც დაუმატეს. კონკრეტული სახელებისა და გვარების დასახელების გარეშე ითხოვენ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი პირების სანქცირებულთა სიაში შეყვანასაც. პოლონელი დეპუტატების მიერ გასულ თვეს დაყენებული წინადადება დღეს რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მიღებულ რეზოლუციაში 35 პუნქტადაა ასახული. გამორჩეულად აღსანიშნავია ის სურვილები ევროპარლამენტარისა ჩაახშონ თავისუფალი სიტყვა საქართველოში. ეს არ არის პირველი შემთხვევა, ჩვენ ნახეთ სუბიექტური მიდგომები ქართული მედიის მიმართ უკვე რამდენჯერმე და კვლავ ევროპარლამენტიდან ისმის ძალადობის მოწოდება თავისუფალ სიტყვაზე, რაც პირდაპირ მნიშვნელობით წარმოადგენს იმ სტანდარტების ნიველირებას, რაც მშვიდობის გარშემო შექმნილმა ამ სახელმწიფოთა გაერთიანებამ თავის დროზე აირჩია. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ კომუნისტი იუკნევიჩიანე იწერს რეზოლუციებს საბჭოთა კავშირის ტრადიციული ამ დოკუმენტებისგან. ფაქტობრივად ეს დოკუმენტიც რეზოლუციაც სავსე არის სიძულვილით საქართველოს მიმართ და რა თქმა უნდა ისიც იქნება მორიგი ფარატინა ფურცელი, მაგრამ ესეთი რეზოლუციების მიღება თვითონ ევროკავშირის ინსტიტუტებს აზიანებს, რასაკვირველია, ვინაიდან კიდევ ერთხელ გვიჩვენებს იმ კრიზისს, რომელიც ბიუროკრატებმა მოუტანეს ევროპულ ღირებულებებს. მორიგ კრიტიკულ რეზოლუციას კრიტიკულად ვიაფასებს მმართველი გუნდი. ისე როგორც კრიტიკულია ქართული ოცნების დეპუტატთა შეფასებები თავად რეზოლუციის მთავარი ავტორის მისამართით. თანაც არა მხოლოდ ევროპარლამენტში დაინიცირებული თუ მიღებული რეზოლუციების ავტორობის გამო. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სწორედ ლიეტუველი ევროპარლამენტარის მიერ გამოხატული პოზიციები თუ საჯარო განცხადებები ამხელს იმ პოლიტიკასაც, რომელიც კონკრეტულ გარეთ ძალებს საქართველოსთან მიმართებაში აქვთ. მორიგ მხილებად მიიჩნევს მმართველი
მრავალი პარტია რასა იუკნევიჩიანეს იმ განცხადებასაც, რომელსაც ნეტგაზეთი ავრცელებს და სადაც ევროპარლამენტარი ევროკავშირის გაფართოების ამჟამინდელ პოლიტიკას პირდაპირ უკავშირებს უკრაინაში დაწყებულ ომს. სამწუხაროდ საქართველო ახლა ვერ ახერხებს გამოიყენოს მომენტუმი, როდესაც შესაძლებლობის ფანჯარა უკრაინელების გამო გაიხსნა. 2022 წლის ფართომასშტაბიან ომამდე არავინ საუბრობდა გაფართოებაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის. არავინ. არ არსებობდა ამის პოლიტიკური ნება. ევროპული ცხოვრების წესისთვის უკრაინელების გმირული ბრძოლის გამო ეს ფანჯარა გაიღო მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ასევე დასავლეთ ბალკანეთისთვის. ეს არის, მე ვიტყოდი, ქართული ოცნების ყველაზე დიდი დანაშაული. ისინი არამხოლოდ არ იყენებენ ამ შესაძლებლობას, საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ერთი კონკრეტული ევროპარლამენტარის პოზიცია თუ ამ ერთი ევროპარლამენტარის მიერ გახმოვანებული საერთო პოლიტიკა. განცხადება აშკარა კითხვებს აჩენს, განსაკუთრებით კი საქართველოში, ქვეყანაში სადაც ევროინტეგრაციაზე ფიქრი, მსჯელობა და მუშაობა იმაზე ადრე დაიწყო ვიდრე უკრაინის ომი და იმაზე ბევრად ადრეც, ვიდრე თავად რასა იუკნევიჩიანე მიიღებდა ევროპარლამენტარის მანდატს. ევროინტეგრაციის გზაზე კი კონკრეტულ გზამკვლევს თან მუდმივად ახლდა განცხადებებიც ევროკავშირის ლიდერთა მხრიდან ღია კარის თაობაზე. ევროპა და დასავლეთი უშვებდა სტრატეგიულ შეცდომას, როდესაც კოჩს უგორებდა რუსეთს და არ ახდენდა ნაცრისფერი ეგრეთ წოდებული ზონის ქვეყნების ევროპული ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას. და იმის იმედად იყვნენ, რომ პუტინი გახდებოდა კონსტრუქციული პოლიტიკური აქტორი და როცა მიხვდნენ, რომ ესე ვერასოდეს ვერ დადგება, რომ პუტინი აპირებს რეალურად დაპყრობას ქვეყნების, ამ დროს გადადგეს ის ნაბიჯი, რომელიც ბევრად ადრე უნდა გადაედგათ. ცნობილი ფაქტია, რომ რუსეთის შეჭრამ უკრაინაში გამოიწვია ახალი ფაზა ევროპის ისტორიაში, ახალი უსაფრთხოების არქიტექტურის დაბადება, ახალი პოლიტიკური მომენტი წარმოიშვა ამ ყველაფრის შედეგად და აი ეს გაფართოების იმპულსი, რაც ეხლა არსებობს, რა თქმა უნდა, სწორედ ამ მომენტს მიეწერება. სკანდალური აღიარება იყო ეს. რა ისა კომუნისტებმა ამხილა მთელი ეს კლასიზმი, რაც არის ევროკავშირში. მაშინ, როდესაც ოპოზიცია რასა იუკნევიჩიანეს განცხადებაში უცნაურს ვერაფერს ხედავს, პოლიტიკურ სკანდალსა და ერთი ევროპარლამენტარის მხრიდან ევროპული პოლიტიკის მხილების მაგალითზე საუბრობს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ახლა იუკნევიჩიანეს განცხადებით გაჩენილი კითხვები პასუხებს სწორედ ევროპიდან საჭიროებს, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში გამოდის, რომ მშვიდობაზე დაფუძნებული ორგანიზაციის წევრობა ახლა მსურველი ქვეყნებისთვის ომზე და ომში ჩართვაზე გადის. ალბათ რასა რომელიც გამორჩეულია საქართველოს მოქალაქეების მიმართ ზიზღის ენით, წამოწდა სიმართლე, ის სიმართლე, რასაც ჩვენ ვამბობთ 2022 წლიდან დაწყებული, რომ საქართველო უნდა ყოფილიყო მავანის ხელში პროქსი სახელმწიფოდ გამოყენებული და ამოდროულად მიმართული იყო, რომ საბოლოო ჯამში მეორე ფრონტი გახსნილიყო ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. კიდევ ერთხელ ადასტურებს კალბატონი, რომ იდეაში ევროკავშირი, რომელიც არის მშვიდობაზე დაფუძნებული და მშვიდობიანი ბიზნესისთვის ანასწორობაზე თანასწორობის საკითხებზე შექმნილი ორგანიზაცია მხოლოდ ომის შემთხვევაში ხსნის შესაძლებლობას სხვა ქვეყნებისთვის, რომ ახალი წევრები მიიღოს, რაც კატეგორიულად მიუღებელი არის ჩვენთვის. ესე იგი, რა თქვა, რომ 2022-მდე, სადაც აქ ჩვენ რო რეფორმებს ვატარებდით ევროკავშირის მიმართულებით, აქ რო ჩამოდიოდნენ, მადლობებს გვიხდიდნენ ერთ-ერთი ლიდერები რო ვიყავით, თურმე აღმოჩნდა, რომ ესო ბლეფი იყო. არც არავინ გეგმავდითო აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით გაფართოებას. სერიოზულად არც არავინ ფიქრობდა ევროკავშირში საქართველოს, მოლდავეთის და უკრაინის გაწევრიანებას და ჩვენ აქ ვამუშავებდით. ამიტომ მე მგონია, რომ ამასთან დაკავშირებით სერიოზული კითხვები უნდა დაისვას ევროკავშირის ხელმძღვანელობის მიმართ. მოყვება თუ არა განმარტებები რასა იუკნევიჩიანეს განცხადებას ევროკავშირიდან სამომავლოდ გაირკვევა. გაირკვევა ისიც გაითვალისწინებენ თუ არა ევროკავშირის წევრი ქვეყნები და ევროპული ორგანიზაციები რასა იუკნევიჩიანეს ავტორობით მიღებული მორიგი რეზოლუციის მოწოდებებს პოლიტიკოსებისა თუ ქართული მედია საშუალებების სანქცირების თაობაზე.